რა დღესასწაულია დღეს ასეთი განსაკუთრებული. იმიტომ რომ ხვალ არის 12 მოციქულის ხსენება, ხვალ ყველა მოციქული ერთად მოიხსენება. დღეს კი ეს ორი მოციქული განსაკუთრებული. საქმე ის არის, მე ამის შესახებ ვისაუბრია, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ დღეს არის არა მარტო ამ ორი უდიდესი მოღვაწის ხსენება, არამედ მათი სახით დღეს არის შეერთების დღე. განყოფა, რომელიც მოხდა ადამიანის დაბადებიდან და უпроსორეთ მისი შვილების კაინის და აბელის და შემდეგ სეითის ისტორია აქედან იწყება, აი მაშინ მოხდა ეს აღეთქილება ადამიანებმა ზოგმა აირჩია ცოდვილი ცხოვრების გზა, ზოგმა აირჩია მართალი ცხოვრების გზა, ამის შემდეგ მოგვიანებით უკვე წარღვნის შემდეგ ღმერთმა გამოირჩია აბრაამი და მისი შთამომავლობა როგორც რჩეული ხალხი, რომელთაც კაცობრიობა შემოუნახეს ჭეშმარიტი რწმენა ღმერთის შესახებ და ამ გარდა ამისა არსებობდნენ წარმართები და სწორედ ამ წარმართებს უკადაგა პავლე მოციქულმა, ხოლო ამ მართალ ებრაელებს, რომლებმაც ძირითადად უმრავლესობამ უარყვეს ღმერთი, ამათაც უარყვეს ღმერთი საბოლოო ჯამში, ამათაც ოცნების გზა აირჩიეს და მაგრამ მიუხედავად მათ შორის იყვნენ მართალი ადამიანები, აი პეტრე მოციქულმა მათ უკადაგა, პავლემ უკადაგა წარმართებს და აი პეტრეს და პავლეს ესეთი შეერთება ერთად და დღევანდელი დღე სწორედ ეკლესიის გამთლიანების დღე არის, როდესაც წარმართები და რჩეული ხალხი ერთმანეთს შეუერთდნენ ქრისტეში და დღეს აღარ არის წარმართობა, აღარ არის ურიაება, როგორც პავლე მოციქულის წერს, არამედ ჩვენ ერთნი ვართ ყოველდღე ქრისტეში და აი ამ ერთობის დღე არის, როგორც დაგვირგვინება სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ, სულთმოფენობის სწორზე იწყება პეტრე პავლობის მარხვა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავხსენოთ ეს ისტორია, კიდევ ერთხელ ვიმარხულოთ ყოველ შემთხვევაში იმ შეერთების შესახებ, რომელიც სულთმოფენობას მოხდა, რომელიც მანამდე ჯვარცმით ქრისტემ გამოისყიდა ჯვარცმითა და აღდგომით და აი დღეს საბოლოოდ ეკლესია დღესასწაულობს გამთლიანებას, კაცობრიობის გამთლიანებას, აი ეს დღესასწაულია დღეს ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არც ღმერთს.